სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. თქვენ თვლით, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა. მაშინ მე გეტყვით, რომ ეს არის მკვლელობა. დიახ. სახელმწიფოს გულგრილობის შედეგად გამოწვეული მკვლელობა. სამთავრობო მედია საშუალებები მსგავს შემთხვევებზე ხშირად იყენებენ სიტყვა უბედურს, რათა საზოგადოებაში დატოვონ განცდა, რომ ეს არავის ბრალია და მომხდარში პასუხიც არავის მოეთხოვება. მაგრამ როცა სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური აფიქსირებს საფრთხეს, მაგრამ არაფერს აკეთებს, ის ჩადის დანაშაულს. რა არის ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა გაეტარებინა სახელმწიფოს მომხდარის თავიდან ასაცილებლად? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მაცხოვრებლები გამოეყვანა ავარიული შენობიდან და ეზრუნა მათ უსაფრთხო ცხოვრებაზე. ტერიტორია უნდა შემოესაზღვრა ჯებირით, რათა გარე მოვაჭრეებსა თუ უბრალოდ ქუჩაში გამვლელ ადამიანებს ვერ შეძლებოდათ ავარიული შენობის სიახლოვეს ყოფნა. გაემაგრებინა შენობა ან სულაც განეხორციელებინა მისი დროული დემონტაჟი. მაგრამ ამის ნაცვლად მერიის შესაბამისმა სამსახურმა უმოქმედობა არჩია. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც სახელმწიფო არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ იცავს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს, ის თავად ხდება მისი ხელმყოფი.